მადლობა მოწვევისთვის. მე იმით დავიწყებ, რომ 30 წლოვან დიპლომატიურ ურთიერთობაში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, ეს ურთიერთობა უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ ამ პირველი დიპლომატიური მისიები თბილისსა და ლონდონში გაიხსნა 30 წლის წინ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ქვეყანა მეორის მისიის ხელმძღვანელს იბარებს პროტესტის გამოსათქმელად პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში და ეს არის ყველაზე დაბალი წერტილი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ურთიერთობებში, რომელსაც რამდენიმე წინა ხელისუფლება აშენებდა ნაბიჯ-ნაბიჯ, ბევრი გამოწვევის მიუხედავად და რომელშიც საკმაოდ სერიოზული წარმატებები ჰქონდა. და ეს ურთიერთობები კეთილგანწყობილად გაგრძელდა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სწორედ ამ პერიოდში ბრიტანეთის ინიციატივით ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული უორდროპის დიალოგი, ანუ სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი, ვიმეორებ ბრიტანული ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავდა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, განვითარებას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, კულტურის სფეროებში. და ამ ხელისუფლებამ, რომელიც დღეს გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს ხან ბრიტანეთის და ხან მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს, ყოველგვარი ასე ვთქვათ, საბუთის გარეშე, ამ ხელისუფლებას კარგად უნდა წარმოიდგინოს, ჩვენივრად იცოდა, რომ ბრიტანეთი ისე როგორც სხვა ჩვენი განვითარებული სამყაროს პარტნიორები, დასავლური ქვეყნები, მუდმივად ყოველთვის ფინანსურად მხარდაჭერას უწევდნენ როგორც სახელმწიფო უწყებებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, კულტურულ პროექტებს, სამედიცინო, ჰუმანიტარულ და უამრავ სხვა პროექტებს. და ეს ყველაფერი ახლა უცბად აღმოჩნდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ნიშნები. ანუ ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის, რომელსაც აი ამ პროცესში, რომელიც მე აღწერე, აქვს თავისი წვლილი შეტანილი, ეს არის ძალიან სამწუხარო დღე, როდესაც აი ამ ფონზე ცალმხრივად ურთიერთობების ჩაშლის, მიზანმიმართული მცდელობების კასკადის ფონზე საბოლოო ჯამში მივედით უკვე აი ფორმალურ ახალ ზღვრამდე, იმიტომ რომ ელჩის და ამ შემთხვევაში ელჩის მოვალეობის შემსრულებლობის დაბარება არის ფორმალური გამოხატულება იმისა, რომ ქვეყანა სრულიად კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს მეორე ქვეყნის ქმედებებს. ბატონო გიორგი, ჩვენ მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, საიდან დაიწყო ამბავი ამ დაპირისპირებისა ქართული ოცნების მხრიდან, 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდა გრანტების კანონში ცვლილებების შედეგად გაეუქმებინა დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომელიც მიზნად ისახავდა საარჩევნო გამჭვირვალობის ხელშეწყობას. შემდეგ იყო პაპუაშვილის პასუხი, რომ ბრიტანეთი აპირებდა პროპაგანდა და რადიკალიზმის დაფინანსებას და ახლა თანხმობა სჭირდებოდა ამ ყველაფერზე. საით მივყავს საუბარი? რთულია დავიჯეროთ, რომ ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა, არ იცოდა რა შედეგი და რეაგირება მოჰყვებოდა მის ამ განცხადებას, როდესაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს რადიკალიზმის მხარდამჭერად მოიხსენიებდა. ჩნდება კითხვა, რატომ იქცევა მიზანმიმართულად, რატომ აკეთებს ქართული ოცნება მიზანმიმართულად ისეთ ნაბიჯებს, რომელიც დაანგრევს ან გაუარესებს ურთიერთობებს პარტნიორებთან? მე მგონი ამ კითხვაზე პასუხი თვითონ კითხვაშიც არის. სამწუხაროდ ეს არჩევანი გაკეთდა. მე ვიმეორებ, ყველანაირი დახმარება, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა ან ადგილზე საელჩო უწევდა ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხდებოდა გამჭვირვალედ, სრულიად ნათლად ყველასთვის და ის ყოველთვის მათ შორის მოიცავდა არჩევნებზე დაკვირვების ხელშეწყობას, ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი ყოველთვის და ის რომ დღეს ასეთი მწვავე
მტრული რეაქცია აქვს ივანიშვილის რეჟიმს, ასახავს არა ცვლილებას ბრიტანეთის მთავრობის დამოკიდებულებაში, არამედ მათ მიერ გაკეთებულ არჩევანში, რომ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი რეჟიმი პირდაპირ გააფორმონ დიქტატურად, სადაც ნებისმიერი გამოხატულება ალტერნატიული აზრისა, ან აი თუნდაც არჩევნებზე დაკვირვება დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ აღქმულია როგორც მტრული ნაბიჯი ამ შემთხვევაში ბრიტანეთის მხრიდან. ანუ ეს მეტყველებს თვითონ ამ რეჟიმის ბუნებაზე, მის მიერ გაკეთებულ არჩევანზე, იმაზე, რომ წინა წლებში გატარებული პოლიტიკა, ვითომ პროდასავლური, რეალურად იყო შენიღბვა რეალური ბუნებისა, რომელიც აი ახლა სრულიად ნათლად სააშკარაოზე გამოიტანა იმით, რომ მიზანმიმართულად ანგრევს ურთიერთობებს საქართველოს წამყვან დასავლურ პარტნიორებთან. ბატონო გიორგი, ამ განცხადებას რომ მივყვათ, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის გავრცელებული და ჯერჯერობით საქართველოს საგარეო უწყება დუმს საგანელიძის დაბარებასა და ამ შეიძლება დავარქვათ საპროტესტო ნოტაზე, რომელიც მას სიტყვიერადაც გადაეცა. აქ მოხსენიებული ქართული ოცნება როგორც საქართველოს ხელისუფლება არ არის, მკაცრად გააპროტესტა ქართული ოცნების მიერ გაერთიანებულ სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული სრულ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები. ის მოხსენიებულია როგორც პარტია, დაბარებულია ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ჩვენ მაყურებელს ვუყვებოდით, რომ უკვე სანქცირებულთა სიაში არაერთი კაცია და ბრიტანეთის სანქციები საკმაოდ მძიმე ფინანსური სანქციებია. რას უნდა ელოდოს საქართველოს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაითვალისწინა წინა გამოცდილება, როდესაც დასავლური ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ხვდებოდნენ იგივე აი საგარეო უწყების ხელმძღვანელს გალბატონ ბოჭორიშვილს საყვედურის სათქმელად, კრიტიკის გამოსათქმელად, ასეთ შეხვედრებს იყენებდნენ პროპაგანდისტვის, გვაჩვენებდნენ სურათებს, აი როგორ და ამას წარადგენდნენ როგორც მათი რეჟიმის ლეგიტიმურობის აღიარებად, მაგალითად ავსტრიის ან სხვა ქვეყნების მიერ და ამიტომაც ლექსიკა და ტერმინები სრულიად შეგნებულად არის შერჩეული. მე ვერ გეტყვით წინ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ბრიტანეთის ხელისუფლება, მე მგონია რომ ტრაგიკულად და ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ მათ მხარეს სრულიად ჩამოყალიბდა რეალური ბუნება, თუ რას წარმოადგენს ივანიშვილის დღევანდელი რეჟიმი. შესაბამისად, აი ეს რბილი დამოკიდებულება, მცდელობა, რომ მაშინაც კი, როდესაც სანქციების მიღება დაიწყეს, ეს ყოფილიყო ერთგვარი გამაფრთხილებელი რბილი ქმედებები. ამას არ მოყვა არანაირად შემთხვედრი ნაბიჯების გადადგმა ივანიშვილის მხრიდან, ყოველ ჯერზე ვიღებთ უფრო ხისტ და უფრო მტრულ დამოკიდებულებაზე და ქცევას. აგერ კიდევაც ტრაბახობენ იმით, რომ არაფერს არ შვება ეს თქვენი სანქციები. ეს სანქციები, როგორც თქვი, იყო თავიდანვე ჩაფიქრებული, როგორც გამაფრთხილებელი რბილი საშუალება, რომ დაეტოვებინათ ივანიშვილის უკან დახევის გზა და მე მგონია, რომ არანაირი ილუზია, რომ ვინმე აპირებს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებას, არავის აღარ უნდა ჰქონდეს ასეთი ილუზია და არ დავიწყებ პროგნოზების გაკეთებას, მაგრამ სულ მცირე აი თუ აქამდე რაღაც იმედი ჰქონდა ჩვენი პარტნიორების ნაწილს ივანიშვილის რეჟიმში რაღაც ქცევაში ცვლილებების შეტანის მიმართ,
ეს იმედები ამიერიდან და ილუზიები აღარ უნდა არსებობდეს. ბრიტანეთი არ არის ერთადერთი, ვის თავდასხმაც ახდენს ქართული ოცნება. დღეს მაგალითად მოვისმინეთ ირაკლი ზარქუას პირით, რომ შესაძლებელია ყოველ შემთხვევაში თუ კი ზარქუას დავეყრდნობით პარტია მსჯელობს გერმანიის ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით. გაძევებული ტიპი ჩვეულებრივი რადიკალი გახდა. ასეთ მოცემულობაში შეიძლება საკითხი დავაყენოთ, რომ ეს ელჩი გაძევებული იყოს. ამბობს ირაკლი ზარქუა, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი სუბიექტური აზრია. უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ქართული ოცნება ასეთ ნაბიჯებსაც წავა არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში და მოუწევს თუ არა ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა ოცნების პირობებში. მე მგონია, რომ საერთაშორისო იზოლაცია უკვე რეალობაა. ამ ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაწვა ხიდები ყველა წამყვან დასავლურ ქვეყანასთან, ყველასთან სკანდალურად ჩაშალა ურთიერთობები ვიმეობე, რომელიც შენდებოდა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ვითომდა სუვერენიტეტის დაცვის ბაირაღებით. ოღონდ რატომღაც ამ სუვერენიტეტის დაცვა ავიწყდებათ რუსეთის და სხვა ქვეყნების მიმართ ძვირს ვერ დააცდენინებ ვერავის ქვეყანაზე, რომელიც 91 წლიდან არის მთავარი აგრესორი, ოკუპანტი, მხარდამჭერი პირდაპირ სეპარატისტული ძალებისა, რომლებიც განახორციელებს ქართული ხალხის გენოციდი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და ესენი ებრძვიან დასავლურ სახელმწიფოებს, ჩვენს რეალურ პარტნიორებს, მათ, ვინც რეალურად ხარს უჭერდა ყოველ საქართველოს ეკონომიკურად, პოლიტიკურად მის ტერიტორიულ მთლიანობას და არიან ჩაბარებული მათ მიმართ, ვინც როგორც თქვი, არის მონაწილე გენოციდისა ჩვენს წინააღმდეგ. არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. ბოლოს მინდა რომ მოკლედ მიპასუხოთ, სანამ დაგემშვიდობებით, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ ფინანსურ სანქციებს ბრიტანეთისგან და გვტოვებს თუ არა ქართული ოცნება რუსეთის პირისპირ. ქართულ ოცნებას ეს არჩევანი გაკეთებული აქვს, რომ დაგვტოვოს რუსეთის პირისპირ. ეს დიდი ხნის განმავლობაში წარმომედგინა, როგორც სამწუხაროდ ივანიშვილის არჩევანი, რომ შეექმნა ვითარება, სადაც ის იტყოდა, რომ მე კი არ ვამბობ უარს დასავლეთზე, დასავლეთმა გითხრა უარი და რა ვქნათ სხვა არჩევანი არ აქვს. ეს ყოველთვის მიმაჩნდა რეალურ დამოკიდებულებად ოლიგარქისა და დღეს ფაქტია, რომ მისი მცდელობების ცალმხრივად, მისი მცდელობების შედეგად საქართველოს ურთიერთობები ყველა წამყვან დასავლურ პარტნიორთან არის კატასტროფულად დაზიანებული და რაიმე სერიოზული გამოწვევის შემთხვევაში დატოვებული არის რუსეთის ბოროტინების ამარა, ასე რომ ეს უკვე მომხდარი რეალობა მგონია. იქნება თუ არა სანქციები და უნდა დაგემშვიდობოთ. ხო, ლოგიკურად და პრინციპულად თუ გააგრძელებენ ჩვენი პარტნიორები ქცევას, მაშინ სანქციები უნდა იქნას მიღებული უფრო სერიოზული მასშტაბით. მადლობა, უსმენდით გიორგი ბადრიძეს, საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ